ზამთრის მოახლოებასთან ერთად რისკები ბუნებრივი გაზის დანადგარების გამოყენებასთან დაკავშირებით ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ახლა რატო არის ზამთრის სეზონი განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანი, იმასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ბუნებრივი გაზის დანადგარის გამოყენებას აქვს თავისი წესი. ჩვენ ზამთარში ვიწყებთ ყველა იმ დანადგარის ჩართვას, რომელიც მანამდე ზაფხულის პერიოდში იყო გამორთული და ამას ემატება ისიც, რომ ძირითადად, რა თქმა უნდა, დახურულ სივრცეში გვიწევს მისი გამოყენება, ამიტომაც რისკი იმისა, რომ თუ კი რაიმე დაზიანება აღნიშნულ დანადგარს ჰქონდა, ყველაზე ცუდი საფრთხის შემცველი, ესე ვთქვათ, გამოვლინება შეიძლება სწორედ დახურულ სივრცეში ჰქონდეს და ეხლა ორი მიმართულება აქვს ამ საფრთხეს და ამასთან დაკავშირებით მე ვისაუბრებ. პირველი გახლავთ ის, რომ ბუნებრივი გაზის გაჟონვა, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ გაზის ქსელი ან დანადგარი არის ჩართულ მდგომარეობაში და დატოვებული ან ისეთ მდგომარეობაში დაყენებული, რომ იქედან ჟონავს. აი ეს ახლა რა საფრთხეს შეიცავს? ეს შეიცავს იმას, რომ შეიძლება რა თქმა უნდა გამოიწვიოს აფეთქება, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ბუნებრივი გაზს აქვს დამატებული სპეციალური შენაერთი ოდორიზაცია, მას ფსუნი არ აქვს, მაგრამ ოდორიზებულია ზუსტად იმიტომ, რომ გაჟონვის შემთხვევაში მომხმარებელმა ან იქ ყოფმა ადამიანმა იგრძნოს, ამიტომაც როდესაც ჩვენ ვგრძნობთ ხოლმე სუნს, სწორედ ამის დამსახურება, ამიტომაც იმისი შესაძლებლობა, რომ გაჟონვის შესახებ ინფორმირებულები ვიყოთ, ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება ამისა, თუ კი რაიმე სხვა ტიპის მოწყობილობა არ აქვს ხოლმე სახლში დატოვებული და ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაშინ, როდესაც ხდება მიწოდების შეწყვეტა და მე აღდგენა. ნახეთ, როდესაც ავარიის ან რაიმე ტიპის სამუშაოების ჩატარების დროს კომპანია ახორციელებს მიწოდების შეწყვეტას, მე ამას აქვს თავისი აღდგენის წესი. ხა დენი და წყალი რომ შეწყდება და მე იქვე აღდგება, ეს არანაირი საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ გაზის შემთხვევაში ესე არ არის, იმიტომ რომ ამას აქვს თავისი წესი, თქვათ არ შეიძლება ღამის საათებში თითოეულ კორპუსთან უნდა მივიდეს წარმომადგენელი, უნდა ინფორმირება გაკეთდეს მომხმარებლის, რომ არ მოხდეს რომელიმე დანადგარის გაშვებულ მდგომარეობაში ყოფნა და ასე შემდეგ. ეხლა ბოლო პერიოდში რა რისკები ვნახეთ ჩვენ და ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგია, რომ თქვენი საშუალებით მომეცა საშუალება მომხმარებელს მივაწოდო ინფორმაცია. განსაკუთრებით ეხება ეს დაქირავებულ ბინებს. და რატო? ნახეთ, ჩვენ ვართ მომხმარებლები, რომლებიც კომპანიაში დაფიქსირებული ვართ ჩვენი ტელეფონის ნომრებით, ან მესაკუთრე და აბონენტი. შესაბამისად, შეტყობინება მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ კონკრეტულ ტელეფონის ნომერზე მოდის. ეს არის ძალიან კაი საპრევენციო ღონისძიება ჩემთვის, მომხმარებლისთვის, მე ვიცი, როდის უნდა აღდგეს მიწოდება, შესაბამისად ვემზადები ამისთვის. მაგრამ როდესაც ბინები გაქირავებულია და იქ არ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც აბონენტი ან მესაკუთრეები არიან, ეს შეტყობინებები მათ არ მისდის. ამიტომაც ძალიან ერთი-ორი შემთხვევა ჩვენ ნახეთ და ხშირად ნახეთ, რომ ამის შესახებ ინფორმირებული მომხმარებელი არ არის, ამიტომ რისკი იმისა, რომ მას დარჩეს რომელიმე დანადგარი გაშვებულ მდგომარეობაში, ჩართულ მდგომარეობაში და ასე შემდეგ არის ძალიან დიდი. ამიტომაც განსაკუთრებით ხოვნა მექნება მე სწორედ ამ და ასეთი კატეგორიის მომხმარებლებისათვის, რომ მომხმარებლებთან რომ მათ აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში ცხოვრობენ და კიდე არის შესაძლებლობა ფიფქის 303 ძიეზი, სადაც შესაძლებელი არის ტელეფონის ნომრების დამატება, სადაც კომპანიებს მიუთითებთ და შემდეგ იმათ ეგზავნებათ შეტყობინება მიწოდების აღდგენის შესახებ და ეს ძალიან კარგად იცავს მომხმარებელს, კიდევ ერთხელ ვამბობ იმისათვის, რომ მოხდეს მათი ინფორმირება წინასწარ და შემზადებულია მომხმარებელი იცის, რომ ამ დროს არ აღდგება მიწოდება, ან პირიქით აღდგება და გადაამოწმებს დანადგარებს. ამიტომაც ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება მეორე საფრთხე, რომელიც არის, ეს არის უკვე CO2-ის დაგროვების საფრთხე, რომელიც არანაკლებ საშიშია და უფრო საშიშიც არის, იმიტომ რომ აქ ფაქტურად თქვენ სწორად ბრძანეთ დანადგარის არასწორი გამოყენების შემთხვევაში დგება ფატალური შედეგები და სამწუხაროდ ასეთი ბევრი შემთხვევა გვქონდა, ხო, წინა წლებში განსაკუთრებით. ეს რა არის? ხა ეს არის ის, რომ ყველა ბუნებრივი გაზის დანადგარს, რომელსაც ჩვენ შევიძენთ ხოლმე და მოვიხმართ, აქ თავისი მოხმარების წესი. სად უნდა იყოს განთავსებული, ღია წვისარი, დახურული წვისარი და ასე შემდეგ. ის ბიუჯეტური ფასი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, სწორედ არის ის შემთხვევა, როცა მომხმარებელს, ასე ვთქვათ, გადააფიქრებინებს ხოლმე და აბსოლუტურად სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ხშირად შეიძლება არჩევანი სწორედ ასეთ დანადგარზე იყოს გაკეთებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი დანადგარის არასწორი გამოყენება იწვევს იმას, რომ ხდება CO2-ის დაგროვება დახურულ სივრცეში და აბსოლუტური არანაირი სიმპტომი, არც სუნი, არც წინასწარი შეტყობინება, ასე ვთქვათ, მომხმარებელთან არ არის ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს განსაკუთრებით უფრო საშიშია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ მომხმარებლებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და გამოიყენონ ის დანადგარები, რომელიც იმ სივრცისთვის არის განკუთვნილი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ამით იქნება მათი სიცოცხლე, საფრთხე, ასე ვთქვათ, დაცული. ქალბატონი, ძალიან ხშირად ისევ სოციალური ფონის გათვალისწინებით მოქალაქე
დაუშვათ აფიქსირებს, რომ სუნი დგას სახლში ან სხვა სახის ტექნიკურ პრობლემასთან შეიძლება იყოს საქმე, მაგრამ არ მიმართავს შესაბამის სამსახურს მონიტორინგისთვის. იმის შიშით, რომ დაუკავენ მის ტექნიკას და მოუწევს შეკეთებაზე ან ახლის ყიდვაზე ზრუნვა. აი ამ შემთხვევაში მაინც რა არის ეს ძირითადი რეკომენდაცია? ნახეთ, არა მარტო ეს არის, ახლა ჩვენ ეს პირადი ურთიერთობებიდანაც ხშირად მქონია და ჩვენ სამსახურს ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე მომხმარებლები. ახლა ამ თემას ესე განვავრცობ, რომ ზოგადად ყოველწლიურად ახორციელებს ხოლმე კომპანია მონიტორინგს ბუნებრივი გაზის დანადგარებთან დაკავშირებით და ჩვენ აი ზუსტად ერთ კვირაში გვექნება მთლიანად შეჯამება საქართველოს მასშტაბით, წლის მანძილზე რამდენი დანადგარი ჩაიხსნა სხვადასხვა რეგიონში ქალაქების მიხედვით, სად იყო დარღვევები გამოვლენილი და ვთქვათ, სად იყო დაზიანებული ქსელი. აი ეს აბსოლუტურ სურათს მოგცემს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ხშირი არის ის შემთხვევა, რომ დანადგარი ან ქსელი არის არასწორად გამოყენებული. და აი ზუსტად იმას, რასაც ახლა თქვენ ბრძანეთ, ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მომხმარებელი ჩვენთანაც რეკავს, რომ აი ჩახსნეს ჩემთან დანადგარი, ან აპირებენ ჩახსნას, მე არ უღებ სახლს, იმიტომ რომ ვიცი, რომ აუცილებლად ჩახსნიან ამ დანადგარს და რა გავაკეთო. ეს ის შემთხვევა, როდესაც მე კატეგორიულად ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ გათვალისწინებული რეკომენდაცია დანადგარის ჩახსნასთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს, იმიტომ რომ მისმა არასწორმა გამოყენებამ ძალიან დიდი საფრთხე შეიძლება შეუქმნას როგორც მომხმარებელს, ასევე ვთქვათ, გარეშე მყოფ ადამიანებს და ჩვენ შარშან ძალიან დიდი კამპანია გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, შევისწავლეთ ფაქტიურად თითეული რეგიონი და ვნახეთ, რომ ათასობით დანადგარი იყო ასეთი შეწყვეტი, ჩახსნილი და ასობით მომხმარებელს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება სწორედ იმ დიდი რისკებიდან გამომდინარე, რაც კომპანიამ იმათ სახლში დაინახა. ეხლა წარმოდგენაც კი არ გვინდა კონკრეტულად იმისა, თუ რა საფრთხეების აცდა ეს მომხმარებლები, იმით რომ ეს დანადგარები იქნა, ასე ვთქვათ, შეცვლილი. ამიტომაც ჩვენც მოგმართავენ ამ შეკითხვით ხშირად, ამ პრეტენზიით, რომ ჩახსნეს ჩემთან დანადგარი, ან აპირებენ ჩახსნას. ასევე არის მეორე შემთხვევა, რომ თხოვენ მომხმარებელს პირობითად რაიმე ფანჯრის დამატებას, იმიტომ რომ ბუნებრივი გაზის დანადგარი დახურულ სივრცეში განსაკუთრებით ზერი დანადგარი, გაზგურა მაგალითად, რომელიც არ ნიავდება, არ შეიძლება და ხშირად ეს რა თქმა უნდა ხარჯებს ზრდის, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოება ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინ გვიდევს ჩვენი სიცოცხლე და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ამიტომაც ყველა ეს რეკომენდაცია არის უმნიშვნელოვანესი და გასათვალისწინებელი. რა შემთხვევაში არის სახელმწიფო ან ის კომპანია, რომელიც ემსახურება აბონენტს, ვალდებული, რომ უზრუნველყოს პერიოდული შემოწმება ამ აბონენტის უსაფრთხოების და როდის იხდის უკვე მომხმარებელი საკუთარი ხარჯით? აი არის განსხვავება? აი შემოწმება აბსოლუტურად უფასო არის, კი ბატონო, იმიტომ რომ სემეკმა ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესებში დაამატა მუხლი, რომელიც ავალდებულებს კომპანიებს, მიმწოდებელ კომპანიებს, რომ წელიწადში ერთხელ მსგავსი ტიპის შემოწმება ჩაატაროს მთელი ეს აბონენტების მასშტაბით. ანუ მარტიდან იგზავნება შეტყობინებები, სადაც მითითებული არის კონკრეტული ვიზიტის თარიღი, არის აბსოლუტურად უფასო. მეცაც გეტყვით, თუ აი ნახეთ, პროცესი არის ასეთი, კომპანია აგზავნის მარტში შეტყობინებას, მარტიდან იწყებს შეტყობინებების დაგზავნას და კონკრეტული დღე, თარიღი არის მითითებული, როდესაც მისი წარმომადგენელი უნდა მივიდეს კომპანია მომხმარებელთან და გადაამოწმოს დანადგარები. თუ მან რაიმე დარღვევა დაინახა, რა თქმა უნდა, ამ დარღვევას აღწერს და საჭიროების შემთხვევაში ისე იქცევა, როგორც მივთქვი, რომ ან ჩახსნის ამ დანადგარს, ან გაფრთხილებას მიცემს, ან ვადას მიცემს, ან თუ უფრო დიდი მომეტებული საფრთხე დაინახა, შეუწყვეტავს მიწოდებას, ხო? აი ეს მთლიანად ხორციელდება 100,000-ობით აბონენტი არის შემოწმებული, ხა მე ზუსტი ციფრი არა მაქვს დღეის მდგომარეობით, მაგრამ მექნება რამდენიმე ხანში და შეჯამებასაც გავაკეთებ, თქო კი აღვნიშნე ამასთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ მომხმარებელი არ არის იმ დროს სახლში მაგალითად და იცის რომ იმ კონკრეტულ დღეს ის სახლში მას ვერ დახვდება, აი ასეთ შემთხვევაში უკვე მას აქვს შესაძლებლობა რომ მიმართოს კომპანიას და ეს ასე ვთქვათ ვადა შეცვალოს. უფრო მეტიც, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ახალ დანადგარს და განახორციელებს არს კომპანიის ხელხაზზე ქსელის შემოწმებასთან დაკავშირებით, ეს მომსახურებაც არის უფასო, ამიტომ ნებისმიერი ზარი კომპანიის ხელხაზზე განხორციელებული, სადაც მომხმარებელი აფიქსირებს შეტყობინებას, ან ტოვებს შეტყობინებას იმასთან დაკავშირებით, რომ არის საფრთხე გაზის გაჟონვის ან თქვა განადგარის დაზიანების შესახებ არის აბსოლუტურად უფასო და ყველა შემთხვევაში კომპანია ვალდებულია რომ უფასოდ მოემსახუროს მომხმარებელს ამასთან დაკავშირებით. აი თქვენი საუბრად ნაქირავებინების შემთხვევაში, როდესაც აბონენტი ვერ იღებს შეტყობინებას, დაუშვათ ბუნებრივი აირის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ აქ კიდევ არის ამდენადაც უცი მეორე პრობლემა, როდესაც ქირავბინას და არ იცი რამდენად გამართული არის ის გაზის ბუნებრივი აირზე მომუშავე ტექნიკა, რომელიც
გვხდება ბინაში. ამ შემთხვევაში არის თუ არა რეკომენდაცია, რომ სანამ დაიწყებ იმ კონკრეტულ ბინაში ცხოვრებას, მოიყვანო სპეციალისტი და საერთოდ ახლა ყველაზე სწორი მიდგომა არის ასეთი, როდესაც ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, ეს კონკრეტული პირი, რომელიც ახალი, ასე ვთქვათ, შემსვლელი ამის დამქირავებელია, დარეგისტრირდეს აბონენტად. ამ შემთხვევაში ეს ყველაზე სწორი შემთხვევა არის, იმიტომ რომ მე იქ ყველა რისკი აბსოლუტურად იმასთან დაკავშირებით არა მარტო ვთქვათ საფრთხის შემცველი თემა, არამედ ჩვენთან ახლა ხშირად არის შემთხვევა, რომ დამქირავებელი მიდის ისე, რომ გადასახადსაც არ იხდის ხოლმე და ეს კიდე ცალკე თავის ტკივილია მე მესაკუთრისათვის და ესეც ამასაც კი იცავს ესე, როდესაც ის აბონენტი ხდება ამ კონკრეტულ მისამართებს, დროებით აბონენტად, ანუ მესაკუთრემ უნდა განაცხადოს თანხმობა, ის დარეგისტრირდება აბონენტად და შესაბამისად უკვე ყველა შეტყობინება მიდის მასზე, მათ შორის მას ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს კომპანიის ხელხაზზე და მოითხოვოს ქსელის შემოწმება, აუცილებლად კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს და შეამოწმოს ქსელი და დანადგარები, დააფიქსიროს, რომ თქვათ აქვს რაიმე ბეჭვი იმასთან დაკავშირებით, რაიმე პრობლემა არის აქ და ამ შემთხვევაში მე რამდენადაც ვიცი, არც გქონია ჩვენ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ მოქალაქეს ეთქვას, რომ მე დავრეკე კომპანიის ხელხაზზე, დავაფიქსირე შეტყობინება გაზის დანადგარების შემოწმების ან სუნთან დაკავშირებით და იქ დაგვიანდა რეაგირება, იმიტომ რომ ეს თვითონ თბილისი ენერჯიმაც ზოგარმაც საკორგაზმაც იცის, რომ ძალიან მომენტებული საფრთხის შემცველია და ასე ვთქვათ, ამისთვის კიდე სპეციალური სამსახური არის ავარიებთან დაკავშირებით, რომელიც მუშაობს და ასეთ შემთხვევაში რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, ესეც მისაღებია და აუცილებლად გასთვალისწინებელია და ამის გარდა კიდე იცავს კიდე ბევრი სხვა ასე ვთქვათ პრობლემისგან, რომელზეც მე წეღან ვისაუბრე, რომ ამ შემთხვევაში გადასახადიც კი, რასაც მომხმარებელი თუ არ გადაიხდის, რაიმე თვის გადასახადს, რომელიმე თვის გადასახადს, მას მოთხოვენ კონკრეტულ აბონენტს და არა უკვე ასე ვთქვათ, დროებით აბონენტს და არა მესაკუთრეს. და დაიცავს ის ამ შემთხვევაში მესაკუთრეს ძალიან კარგად იცავს ეს. თქვენ ახსენეთ ავარიები. ავარიებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რომ არც თუ იშვიათად, ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად არა, მაგრამ გვესმის ხოლმე ესეთ შემთხვევების შესახებ, როცა ზამთრის ცივ დღეებში ათასობით აბონენტი რჩება ბუნებრივი აირის გარეშე. აი რა იწოვს ხოლმე ძირითადად ამ ავარიებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა შეიძლება ქონდეს კი ბატონო, ნახეთ ახლა ჩვენ შარშან ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ელექტროენერგიის და წყალმომარაგების სექტორში ავარიებთან დაკავშირებით და ერთი-ორჯერ ვთქვი, რომ ბუნებრივი გაზის სექტორში ამ მხრივ პრობლემები არ აგვაქვს მეთქი, შედარებით ვთქვი, რომ არ აგვაქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ წელს საკმაოდ ბევრი ავარია იყო. დავიწყოთ იმით, რომ იანვარში აბსოლუტურად ესე ვთქვათ 100,000-მდე აბონენტი მაშინ დარჩა მიწოდების გარეშე უზარმაზარი ავარია რომ მოხდა ვაშლიჯვარში. ეს იყო გამოწვეული გარე ფაქტორებით და ეხლა ამასაც ავხსნით. ზოგადად ავარია, რაც როდესაც ხდება და შეწყვეტას აქვს ორი მიზეზი. ერთი არის შიდა ფაქტორი, რომელიც არის კომპანიის ბრალეულობით გამოწვეული და მეორეა გარე მიზეზი. გარე მიზეზი არის ის მიზეზი, რომელიც კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, რომ რომელიღაცა კომპანია აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს და შემთხვევით ამათი მილი დააზიანა. ეხლა ბოლო პერიოდში მართლაც ძალიან გახშირებული შემთხვევა იყო, დაახლოებით 2 თვეში ძალიან ბევრჯერ ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, უბრალოდ კომპანიიდან გახთა ჩვენთვის ცნობილი, რომ 10,000-ზე მეტი აბონენტი მიწოდების გარეშე დარჩა, იმიტომ რომ იყო რაღაც ავარია, ან დაგეგმილი სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები, რომელიც კომპანიას ჰქონდა დაგეგმილი და თქვათ ახორციელებდა. თუ არის დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაო, ეს ემსახურება ქსელის განვითარება, რეაბილიტაციას მოგეხსენებათ და ასეთ შემთხვევაში წინასწარ უნდა დაიგზავნოს შეტყობინებები, წინასწარ ერთი დღით ადრე ან 5 დღემდე ვადაში კომპანია აგზავნის ამ შეტყობინებებს და მეორე უკვე ზუსტად ვიცით, როდის დაიწყება, როდის დამთავრდება და ამასაც თავის წესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომხმარებელი ინფორმირებულია, მაგრამ თუ ხდება ავარია უკვე არის ის შემთხვევა, როდესაც ეს არის კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზი და აქაც მე როგორც წაღან აღვნიშნე ორი ფაქტორი შეიძლება. ერთი, რომ ჩემი ქსელი არის დაზიანებული და უცებ რაღაცა იქ გაფუჭდა, იმიტომ რომ მე თავის დროზე ამას ყურადღება არ მივაქცია და მეორე, რომ რაღაც გარე ფაქტორი, კიდევ ერთხელ რაღაცა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და იმ კომპანიამ დამიზიანა ქსელი. ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაზარალებული მომხმარებელია, იმიტომ რომ შეიძლება დღის მანძილზე დარჩეს ბუნებრივი გაზის მიწოდების გარეშე. ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ეს შემთხვევები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომპანიებიდან გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია, რა იყო გამომწვევი მიზეზები. ძირითადი იყო სწორედ გარე ფაქტორის შედეგად გამოწვეული მიზეზი, რომლის სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაიწელა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და ამასაც თავის ესე ვთქვათ წესები აქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს მე მომხმარებელთან შეტყობინებების დაგზავნა.